2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ქვეყანაში 9 თვის შემდეგ გაიმართება. Როგორია მართველი გუნდისა და ოპოზიციის გეგმები, რა პროცედურების გავლაა საჭირო პოლიტიკური სუბიექტებისთვის და რა პრინციპით წარიმართება კენჭისყრის პროცესი? თემაზე შოთიკო სადაღაშვილი მუშაობდა, ის ახლა ღია ეთერში შემოგვიერთდება. Ირმა, თავდაპირველად დავიწყებ იმით, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება თვითმმართველობის საარჩევნები ჩაინიშნოს 4 ოქტომბერს და სწორედ ეს არის თარიღი, როდესაც მათ შორის შიდა ქართლის რეგიონში 4 მუნიციპალიტეტის ამომრჩევლმა ნდობა უნდა გამოუცხადოს იმ კანდიდატებს, რომლებიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიკავებენ მერის და საკრებულოს დეპუტატების თანამდებობებს. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ნამდვილად არის მომდევნო 9 თვე მნიშვნელოვანი, რადგან იმ პარტიებმა, ვისაც სურს ამომრჩევლების გულის მოგება, უნდა მოასწრონ როგორც არჩევნებისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების გავლა, ასევე წინა საარჩევნო გარემოს შექმნა და საკუთარი გეგმების საზოგადოებისთვის გაცნობა. ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად განმარტა ის ვადები თუ პროცედურები, რაც არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის სავალდებულოა. მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, როგორც ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული, გაიმართება მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. შეიქმნა საარჩევნო ოლქები, განისაზღვრა ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის საზღვრები. მიმდინარეობს ყველა იმ სამუშაოების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ამ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე განხორციელებას, მათ შორის დღევანდელ სხდომაზე ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას ექნება ადგილი და რა თქმა უნდა ასევე მუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და მიგნებების ანალიზზე. პარტიების რეგისტრაციის პროცესი, რასაც ჩვენ საჯაროდ გამოვეხმაურეთ და მივმართეთ ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ სუბიექტს, რომ მათ იხელმძღვანელონ კანონმდებლობის თანახმად და დროულად განახორციელონ რეგისტრაციის პროცედურები, რა თქმა უნდა, ვისაც ეს ეხება. იმ შემთხვევაში თუ პარტიას საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრაცია არ ქონიან არჩევნების დანიშნვის დღისთვის მას არ ეყოლება პარლამენტში წარმომადგენელი, მათ აქვთ ვალდებულება, რომ 15 ივლისამდე უზრუნველყონ განცხადებით მომართვა და 25,000 ხელმოწერის წარმოდგენა, რათა შესაბამისი პროცედურების წარმატებით გავლის შემთხვევაში მათ ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. იმის მიუხედავად, რომ დრო ძალიან ცოტა, ოპოზიცია საკუთარი გეგმების გასაჯაროებას არ ჩქარობს, თუმცა ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ. ამისთვის კი მათ საკუთარი გეგმა აქვთ. მაგალითად, ძლიერ საქართველოში ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე წინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომლის მოსაგებადაც ემზადებიან, შემდეგ კი სწორედ ახალი პარლამენტი გადაწყვეტს, როდის ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები. აქვე ჩვენი კითხვის საპასუხო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ისევე როგორც საპარლამენტო თვითმმართველობის არჩევნებშიც კოალიციურად მიიღებენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ყველა არჩევნები მიზანმიღებული არის. განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩაინიშნოს აუცილებლად ვადამდელი და საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩაინიშნება ვადაზე ადრე, მის შემდეგ ახალი პარლამენტი გადაწყვეტს, თუ როდის იქნება თვითმმართველობის არჩევნები. ეს აუცილებელი და მიზანმიღებული არის დღევანდელი ჩვენი აქციის წარმომადგენლებისათვის. თქმა უნდა, ნებისმიერი არჩევნები, რომელიც ჩატარდება, ეს საპარლამენტო იქნება თუ თვითმმართველობის, იქნება ძლიერი საქართველოს ერთიანი სტატუსით და ყველა არჩევნებში მიიღებს ის მონაწილეობას, როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებში. შოთი ქართველებმა არ წამოვა დათმობაზე და დავშვათ არ დანიშნავს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს. იქნება თუ არა ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი ოპოზიციისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. კიდევ კონკრეტულად ვიტყვი. ვადამდელი არჩევნები აუცილებლად იქნება. არანაირი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. მოუწოდებთ ოპოზიციას მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებში ღირსეული დამარცხებისთვის. ეს არის გორის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის განცხადება მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ასმათ ალახაძის განმარტებით, ჯერ დაზუსტებული არ არის სია და მერების კანდიდატის ვინაობა, თუმცა საჭირო დროს ის ამ მომრჩევლისთვის საჯარო გახდება. რას ამბობენ მმართველ გუნდში, სლად შეგეძლიათ ალახაძის კომენტარი მოისმინოთ. თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შესაბამისად უკვე ვადა იწურება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩეული მაჟორიტარებისა. ჩანიშნულია უკვე
ხელისუფლებამ ქართულმა ოცნებამაც რა თქმა უნდა ჩანიშნა თვითმმართველობის არჩევნები თუ არ ვცდები 2025 წლის 4 ოქტომბერია თარიღი და მაჟორიტარებსაც კანდიდატებსაც შეარჩევს თავის დროზე ჯერ არ არის დასახელებული რა თქმა უნდა კანდიდატები და დამაჯერებლადაც გაიმარჯვებს ქართული ოცნება. თავი ის არის რომ სამართლიანი საფუძველი არ არსებობს იმისა რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს არ გაყალბებულა არჩევნები, არანაირი დამადასტურებელი არ არსებობს ფაქტი, არც ერთი ფაქტი. ახალი არჩევნები არ ჩატარდება, შესაბამისად ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები. ვურჩევთ ოპოზიციას მოებზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ღირსეული კონკურენცია გაგვიწიონ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ. როგორც უკვე გითხარით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება, საარჩევნო ადმინისტრაციამ მზადება თარიღის გამოცხადებისთანავე დაიწყო. ცნობილია ისიც, რომ კენჭისყრა ამ შემთხვევაშიც ელექტრონულად წარიმართება.